მოგესალმებით, დღეს შაბათია და 13 საათზე იმუნიტეტში საინტერესო სამედიცინო თემებით ხვდებით ერთმანეთს. ჩვენ კი გადაცემის წამყვანები ექიმები ნინო ნადირაძე და გიორგი ჩიჩუა გახლავართ. დღეს ბრეკეტებზე ვისაუბრებთ. ბრეკეტები მოუხსნელი კონსტრუქციებია, რომლებიც როგორც წესი კბილთა რკალის გასასწორებლად გამოიყენება. არასწორი თანკბილვა მხოლოდ ესთეტიკური პრობლემა არ არის. მას პირის ღრუს სხვადასხვა დაავადებების გამოწვევა შეუძლია. პირის ღრუს ჯანმრთელობა დაკავშირებულია ზოგადად ჯანმრთელობასთან და განსაზღვრავს ადამიანის კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხს. არაჯანსაღი პირის ღრუ კი არაერთი ქრონიკული დაავადების რისკ ფაქტორია. ამიტომაც ბრეკეტები არა მხოლოდ ლამაზი და თავდაჯერებული ღიმილისთვის, არამედ ჯანმრთელობისთვისაც მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ დღეს ჩვენ ვისაუბრებთ შემდეგ თემებზე. როგორ ავიცილოთ თავიდან არასწორი თანკბილვა? როგორ მოვამზადოთ პირის ღრუ ბრეკეტებისთვის? ბრეკეტების უპირატესობები. როგორ მოვუაროთ ბრეკეტებს? როგორ შევინარჩუნოთ შედეგი მკურნალობის შემდეგ? და ამ თემებზე სასაუბროთ მოვიწვიეთ ქალბატონი მარიამ სიჭინავა, ორთოდონტი. კბილის საკვების მიღება წლამდე და ასე შემდეგ, რომელსაც ახანგრძლივებენ, კარიესების განვითარების და მინანქრის დაზიანების ძალიან მაღალ რისკს ქმნის. და რა თქმა უნდა, გიორგი, სანამ სტუმარს მოვიწვევთ, შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს გადაცემის პარტნიორების შესახებ. გადაცემის სპონსორია GM Pharma. ის წარმოადგენს საერთაშორისო მულტინაციონალურ ფარმაცევტულ კომპანიას, რომლის მედიკამენტები და ბიოლოგიურად აქტიური საკვების დანამატები იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებს და საქართველოს GMP-ს სერტიფიცირებულ საწარმოებში. GM Pharma ემსახურება მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. და რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია ჩვენი ცხოვრება წყლის გარეშე. წყალი მთის, მხოლოდ მან იცის ამ წყლის გემო, ვინც სრულყოფილად ცხოვრობს. წყალი მთის 0% ბრომადით. დროა მოვიწვიოთ იმუნიტეტის სტუმარი, ექიმი ორთოდონტი, აფილირებული ლექტორი ქალბატონი მარიამ სიჭინავა. ეფილი იყოს მარიამ. მოგესალმებით, მობრძანდით. ქალბატონო მარიამ, ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ სილამაზეზე. ჩვენ პირველ რიგში ვსაუბრობთ ჯანმრთელობაზე. და სწორი თანკბილვა არის, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის წინაპირობა. მოდით ჩვენს ტელემაყურებელს აუხსნათ, რის გამო, რა მიზეზით შეიძლება დაირღვეს აი ეს თანკბილვა. რა შეიძლება გახდეს ამის მიზეზი? მოდით მივყვეთ ქრონოლოგიას. პირველი, რაც არის, ეს გახლავთ გენეტიკური წინასწარ-განწყობა, განსაკუთრებით ორსულობის დროს უნდა მივაქციოთ პირველ ტრიმესტრს. და განსაკუთრებით უნდა ვაკონტროლოთ გინეკოლოგთან ერთად, რა თქმა უნდა, რომელი პრეპარატებს იღებს პაციენტი. ანუ ასპირინს ხომ არ იღებს პირველ ტრიმესტრში, ასევე თამბაქოს მოხმარებას ხომ არ აქვს ადგილი, იმიტომ რომ თამბაქოს მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაპრალების განვითარება, როგორც მაგარი და რბილი სასის, ასევე ტუჩის ნაპრალის განვითარება და ასე შემდეგ. ამის შემდეგ უკვე ხდება სამშობიარო ტრამვები. სამშობიარო ტრამვამ შეიძლება გამოიწვიოს სახის ასიმეტრია. საბედნიეროდ დღესდღეობით უკვე ნაკლებად ხვდებით მსგავს პრობლემებს, მაგრამ ძირითადად ამასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს და ყურადღება უნდა მივაქციოთ. ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება უკვე დაბადების დროს, თუ როგორ ხდება შობიარობის შემდეგ, როგორ წოვს ბავშვი, როგორ ხდება წოვის აქტის განვითარება, რასთან გვაქვს საქმე, ენის ლაგამი როგორია, პირის ღრუს სრულფასოვანი შეფასება უნდა მოხდეს, როგორ კიდევ ძუძუს დრილს პირს, შემდეგ როგორ ყალიბდება ყლაპვა, შემდეგ უკვე ვაფიქსირებთ როგორ არის თავი როგორ უდევს ძილის დროს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ სულ ერთ მხარეს ხომ არ უდევს ძილის დროს თავი. ამ ყველაფერს სჭირდება კონტროლი, განსაკუთრებული აქცენტი მინდა გავაკეთო ფუნქციებზე. კვეჩის, ღეჭვის, მეტყველების ფუნქციას, რომელიც შემდგომში ძალიან რთულ განვითარებას პოვებს ყვავილთა სისტემის განვითარებაში და პათოლოგიების განვითარებაში. რაც შეეხება მავნეჩვევების განვითარებას, აი უკვე ამ პერიოდში უკვე, როდესაც მაწოვარას გახანგრძლივებული გამოყენება, თითის წოვა, მუშტის წოვა, ენის წოვა შეიძლება იყოს დაფიქსირებული და ასე შემდეგ. ეს მავნეჩვევები ძირითადად მე ავითარებს ზედაყბის წინ წამოწევას, ქვედაყბის შეწევას, ძილის დროს არასწორ თავის პოზიციას ძალიან დიდ პრობლემებს გვიქმნის, ან ნიკაპის ზედმეტად, როდესაც არის გულმკერდისკენ მიმართული და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი უნდა იქნეს გათვალისწინებული და მშობელმა ამ ყველაფერს აქტიურად უნდა მიაქციოს ყურადღება. მე დაუბრუნდები ახალ შობილს.
ხელოვნურ თუ ბუნებრივ ახალშობილის ბაბუა. დიახ, მეორე შვილი მყავს და ამიტომ მაინტერესებს. ბუნებრივ კვებასთან დაკავშირებით. თუმცა პირველი ბუნებრივ კვებაზე იყო. ბუნებრივ კვებასთან, როდესაც არის საუბარი, როგორ კიდევს ბავშვი ძუძუს დრილს პირს, ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ადგილი ხომ არ აქვს კლაპუნის ხმას, იმიტომ რომ შეიძლება ადგილი ჰქონდეს მოკლე ლაგმის არსებობას ამ შემთხვევაში და ხელოვნური საკვების დამატებაც ეს უკვე თანამედროვე მედიცინაში არანაირ პრობლემას აღარ იწვევს, წოვის აქტი მთავარია სრულფასოვნად მიმდინარეობდეს და უკვე შემდგომში რაც ძალიან მნიშვნელოვანია რომ ინფანტილური ყლაპვიდან აი როგორ გადავდივართ ჩვენ უკვე სრულფასოვან ყლაპვაზე, ფიზიოლოგიურ ყლაპვაზე როგორ გადადის, იმიტომ რომ ენის პოზიციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ როგორ განვითარდება ყბა. როდესაც ენის ტონუსი არის დაქვეითებული და ენა დევს ფუძეზე, ამ შემთხვევაში ხდება ენის ტონუსის დაქვეითება, აწვება ქვედაყბის მთლიან ყბას, ეს არის კუნთი, ხელწამოსაკრავი არ არის ენა, აწვება და ახდენს ქვედაყბის კბილთარკალის გაფართოვებას. ჩვენ გვინახავს ადამიანები, რომელთაც აქვთ ქვედაყბა უფრო მასიური და აქ საუბარი არის როგორც წესი, როდესაც ვნახულობთ უკვე პირისყროს, ადგილი აქვს ხოლმე ენის ტონუსის დაქვეითებას. ასევე სუნთქვის დარღვევები ძალიან დიდი მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ ამას, პირღიაობას განსაკუთრებით, იმიტომ რომ პირღიაობა გარდა იმისა, რომ ახდენს ზედაყბის შევიწროვებას, ანუ რა ხდება? აუხსნათ სუნთქვარი დარღვეული. როდესაც არის დარღვეული, აი აუხსნათ მაყურებელს რა ხდება ამ დროს? ძილის დროს ბავშვს პირი აქვს ღია, საღეჭი კუნთები აწვევიან ზედაყბას და ამ დროს ენა ჩამოდის ქვემოთ, აწვება ზედაყბას საღეჭი კუნთი და აღარ ახდენს ზედაყბის გაფართოვებას, ანუ ზრდას უშლის ხელს. და ქვედაყბაზე უფრო ხშირად ადევს ენა ფუძეზე და ახდენს ქვედაყბის კბილთარკალის გაფართოვებას და ზედაყბის შევიწროვება ხდება. გარდა იმისა, რომ ყბების განვითარება შეფერხებულია და არასწორად მიმდინარეობს, ასევე სახის კუნთებზე ახდენს ზეგავლენას და მოკლდება ზედატუჩი და ეს კიდევ ცალკე სხვა ესთეტიურ პრობლემებს იწვევს შემდგომში. ამიტომ აი ესეთ ნიუანსებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება განსაკუთრებით სუნთქვას, იმიტომ რომ აქვე მინდა ხაზი გაუსვა, რომ ზედაყბის განივი ზრდა 13 წლამდე ახდენს დასრულებას და ჩვენ თუ თავიდანვე არ მივაქციეთ ამ ყველაფერს ყურადღება, შეიძლება 12-13 წელი მკურნალობისთვის უკვე დაგვიანებული იყოს მხოლოდ ორთოდონტიული შემთხვევისთვის და უკვე საჭირო გახდეს უკვე ორთოგნათიური ქირურგიის ჩარევა. რა გართულებები მოყვება ამას? არის თუ არა რაღაც გარკვეული დაავადებები, რომელიც სწორედ რომ აი არასწორი თანკბილვის შედეგად შეიძლება განვითარდეს. რა თქმა უნდა, აქ იგულისხმება ჩვენ პირველი ორგანო ეს არის პირისღრუ და როგორც პირისღრუდან იწყება, ასევე სომატური დაავადებების 80% გამოვლინდება პირისღრუში. ესეც უნდა ავღნიშნოთ, ხო? და პირისღრუს ჯანმრთელობას განსაზღვრავს რა? სწორი თანკბილვა, პირისღრუს სწორი ჰიგიენა და რა თქმა უნდა ესთეტიკა. ჩვენი ფუნქციაც, ორთოდონტების ფუნქციაც სწორედ ამას წარმოადგენს, რომ გვქონდეს, მივიღოთ ესთეტიური ღიმილი, სრულფასოვანი, მოვახდინოთ ფუნქცია, თანკბილვის სრულფასოვანი, იმიტომ რომ ღეჭვის კვეთშის ფუნქცია იყოს აღდგენილი და შემდეგ ამ ყველაფრის სტაბილურობას მივახცევთ. რაზე არის დამოკიდებული კბილის ემალის ფერი, როგორც სარძევე კბილების, ასევე შემდგომში ძირითადი კბილების, რომელიც იზრდება. რამდენად არის დამოკიდებული ეს იმაზე, თუ რას იღებს ორსულობის დროს ქალბატონი, თუ მაინც გენეტიკურ ფაქტორსაც აქვს ამ დროს. გენეტიკური ფაქტორი, ქალბატონი ნინო და ასევე გარკვეული პრეპარატები. ჰიპოპლაზიების განვითარებაში ტოქსიკური ორსულობა განსაზღვრავს შემდგომ მინანქრის ქსოვილის სხვადასხვა პათოლოგიების განვითარებას, თუმცა ხშირ შემთხვევაში ეს არის ხოლმე დაკავშირებული უფრო გენეტიკასთან. პოპულაციებსაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩვენ კავკასიელებს გვაქვს ჯერ ვთქვათ თანკბილვა რომ არის ზედაყბა უფრო მასიური გვაქვს და ქვედა უფრო ჩამორჩება, ეს კავკასიელებს ეს გვაქვს და მინანქარს რაც შეეხება არის ძირითადად არის თეთრი, ძალიან თეთრი მოყვითალო რომელიც არის და ჩვენ კავკასიელებს გვაქვს მოყვითალო მინანქარი. აი ესეთი როგორც აფროამერიკელებს აქვთ თეთრი მინანქარი, ესეთ ფერს ჩვენ ვერასოდეს ვერ მივიღებთ. ხშირად ამბობენ, როდესაც ითეთრებენ, რომ სასურველ ფერს ვერ იღებენ, იმიტომ რომ იმ ტონის იქით ფიზიკურად შეუძლებელია რომ გათეთრდეს, იმიტომ რომ
ჩვენ გენეტიკაში არ არის ეს პიგმენტი თვითონ. აღნიშნავ იმას, რომ სარძევე თანკბილვაში ხშირად მშობლები ამჩნევენ აღნიშნულ ჰიპოპლაზიებს. ჰიპოპლაზია შეიძლება მრავალი ტიპის იყოს, მოყვითალო მინანქარი კონდეს და ასე შემდეგ, ან თეთრი წერტილოვანი სხვადასხვა ფორმების სახით არსებობს, მაგრამ როდესაც მათ შვილებს ამოუვათ მუდმივი კბილები, იქ უკვე ადგილი აღარ ჰქონდეს ჰიპოპლაზიის განვითარებას და მსგავსი კბილების განვითარებას. თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბოთლის კარიესის განვითარება, ანუ კბილის საკვების მიღება წლამდე და ასე შემდეგ, რომელსაც ახანგრძლივებენ, კარიესების განვითარების და მინანქრის დაზიანების ძალიან მაღალ რისკს ქმნის. და ესეც შემდგომ უკვე ყვავილთა სისტემის განვითარებას ძალიან გვაფერხებს. ასევე აქვე უნდა აღვნიშნოთ და ხაზი მინდა გაუსვა, თუ ნაადრევად მოხდება კბილების უგულებელყოფა, რომ ესა თუ ის სარძევე კბილი მაინც ამოსაღებია და მოდი ამას ჩვენ დავუბჟენთ, ეს ძალიან დიდ პრობლემებს შეუქმნის სამომავლოდ ბავშვს ყვავილთა სისტემის განვითარებაში. ანუ რა იგულისხმება? ყველა კბილს აქვს თავისი დრო განსაზღვრული, როდის რომელი კბილი უნდა ამოიჭრას. თუ ჩვენ ნაადრევად ჩავერევით და ჩავატარებთ ნაადრევ ექსტრაქციას, მეზობელი კბილები გადმოინაცვლებენ, იმიტომ რომ ეს ფენომენი ახასიათებს და შემდგომ დაკარგავს ადგილს კბილი ამოსასვლელად და აღარ ხდება სრულფასოვანი ამოჭრა. ასევე მინდა ხაზი გაუსვა, რომ ჩემი 12 წლიანი დაკვირვებიდან გამომდინარე, ბოლო პერიოდში იმატა პაციენტებში სარძევე თანკბილვის პერიოდში, როდესაც ჩვენ ვიღებთ უკვე პანორამებს, თუ მუდმივი კბილის ზემოთ არსებობდა სარძევე კბილი და ეს ჩვენ ვიცით, რომ ბუნებრივად ასე უნდა მოხდეს, მოდის იზრდება მუდმივი კბილი, აწვება სარძევე კბილს და გაიწოვება ფესვი და შემდეგ ან ბავშვი იღებდა, ან ახლობელი ეხმარებოდა და ასე შემდეგ და მუდმივი კბილი ამოიჭრებოდა. ამ ეტაპზე ამ საკითხს უკვე აღარ ხვდებით, ანუ ადგილი აქვს მუდმივი კბილი სხვა პოზიციაშია, სარძევე კბილის ფესვი და კბილის განვითარება სხვა. მე ვფიქრობ, რომ ეს არის კვებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან გადავედით ფარშირებულ საკვებზე, ძალიან რბილ საკვებზე და ბავშვებსაც არ აძალებენ მიიღონ ხილი და არ აძალებენ გაწურული, გატარებული და ფარშირებული სახით არის. ამიტომ პირველ რიგში იმისთვის, რომ ყვავილთა სისტემა ჩამოყალიბდეს, 2 წლის ასაკიდან უკვე რეკომენდებულია, რომ ვაშლი არათუ დაჭრილი, არამედ პირდაპირ იყოს მოკვეჩილი, ნებისმიერი ასეთი მაგარი საკვები, ბოსტნეული ხილი. თქვენ ბრძანეთ, რომ სადღაც შეიძლება 12-13 წლის ასაკისთვის უკვე ხანდახან დაგვიანებული იყოს ამ პროცედურების ჩატარება და მაშინ ესე დავსვათ კითხვა, რას უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება, როდესაც ბავშვებზე ვსაუბრობთ, აი რა სიმპტომატიკა? ძირითადად როგორც წესი გვაკითხავენ მშობლები, როდესაც უკვე მოცვლილი აქვს ბავშვს სარძევე კბილები და აი ამ პერიოდში ვიწყებთ პათოლოგიებს. ხაზი მინდა გაუსვა, რომ არსებობს რიგი პათოლოგიების, როდესაც დასრულებული აქვს ცვლად თანკბილვას პროცესი და უკვე ჩამოყალიბებულია მუდმივი თანკბილვა, დაგვიანებული შეიძლება იყოს და მარტო ჩვენზე არ არის ამ შემთხვევაში დამოკიდებული, უკვე საჭირო შეიძლება გახდეს ორთოგნათიული ქირურგიის ჩარევაც. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება და რეკომენდაცია, რომ პაციენტის მიყვანა მოხდეს 3 წლის ასაკიდან. რატომ? ამ შემთხვევაში ორთოდონტი რას აკეთებს? უბრალოდ ათვალიერებს ბავშვს, გარკვეულ სტრესს უხსნის, სავარძელში საუბრით გარემოს ეჩვევა ბავშვი, ხდება პირისყრუს დათვალიერება. ხშირად მშობლებს გამოეპარებათ ბიშეს ბალიშებიდან გამომდინარე, თუ როგორ ღეჭავს, ცალმხარეს ხომ არ ღეჭავს, იმიტომ რომ თუ ცალმხარეს ღეჭავს, შეიძლება სარძევე და მუდმივი კბილები ცალმხარეს იყოს გადანაცვლებული და ჩვენ ბიშეს ბალიშებიდან, პუტკუნა ლოყებიდან გამომდინარე ვერ შევამჩნიოთ ეს ყველაფერი და სამომავლოდ ჩვენ მივიღოთ ჯვარედინი თანკბილვა. ასევე უნდა მივაქციოთ მაწოვარას, თქვენ ახსენეთ მაწოვარას გახანძრებული გამოყენება, თითის წოვა და ასე შემდეგ. ამას ხომ არ აქვს ადგილი. ამისი საპროფილაქტიკო აპარატები უკვე საბედნიეროდ არსებობს. ადრე არ არსებობდა, ეხლა უამრავი საშუალება არსებობს. მათ შორის მაწოვარას ჩამანაცვლებელი სპეციალური ორთოდონტიული აპარატებიც კი არსებობს. მოკლედ, აი რამდენ საინტერესო ამბავს გეუბნებათ. ასევე 3 წლის ასაკიდან შეიძლება გამოვიყენოთ ფუნქციური ტიპის აპარატები, რომლებიც უზრუნველყოფენ, აი თუ არის პირღიაობა, ხო, რომელიც არის აპარატები, რომლებიც უზრუნველყოფენ პირშიგნითა და პირგარეშე კუნთების წონასწორობის აღდგენას და რომელიც გვეხმარება უკვე ყვავილთა სისტემის ჩამოყალიბებაში. თქვენ ახსენებთ სიბზნის კბილები. რაღაცა თითქოს გებულობთ, რომ ტენდენცია წამოვიდა, რომ
სიბრძნის კბილებს რეკომენდაციას უწევი, რომ თავიდანვე ამოღებულ იქნას. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს სწორი მიდგომაა? პირველ რიგში ვთქვა, რაში გვიშლიან ხელს ეს სიბრძნის კბილები. როდესაც თანკბილვას ჩვენ ვასწორებთ, ზოგჯერ იმდენად ვიწროა ყბა, რომ ადგილი არ ყოფნის მერვე კბილს, რომ ადგილი დაიმკვიდროს და ამოიჭრას. ამიტომ ჩანასახშივე ხდება მათი ამოღება იმისთვის, რომ სამომავლოდ ეს ტკივილი არ გამოიწვიოს, ან სახსრისკენ არ იყოს მიმართული და ეს დისკომფორტი არ შეუქმნას პაციენტს. ამიტომ ამას ვაკეთებთ. გარკვეულ ქვეყნებში მერვე კბილს მინდა გითხრათ, რომ 7-8 წლის ასაკშიც კი იღებენ. ქვედაყბავისაც აქვს უფრო მკვეთრად განვითარებული. ჩანასახოვან ეტაპზე უღებენ, როდესაც არის 30 წლის ასაკში მორჩა ჩემთვის სიბრძნის კბილების ამოსვლაც. გამიმწარა ცხოვრება, სადღაც წავიდოდი სამოგზაურო და იქ გადაწყვეტდა ეს ჩემი სიბრძნის კბილები. მუდმივი მექანიკური მატრამირებელი ფაქტორი თუ არის მერვე კბილი, ის არის პირდაპირ საექსტრაქციო. იმისთვის, რომ სამომავლოდ ჩვენ ავიცილოთ ონკოლოგიური გართულებები, რომ ეს არ იყოს მუდმივი მაცერაციით გამოწვეული და უამრავი პათოლოგია არ განვითარდეს ლორწოვანზე. ამიტომ ეს არის ერთ-ერთი პირველი ჩვენება ამოღების თუ დგას არასწორად, ან ლორწოვანთან არის მიმართული და ატრავმირებს. ასევე შეიძლება იყოს, რომ თანკბილვის პირის დახურვის დროს მერვე კბილებზე პირველი კონტაქტი მოდიოდეს. ან დახურვისას პირველად ჯერ მერვეს ეხებოდეს, მერე სხვა დანარჩენს. თან რომ ამოწვევ ამ ყველაფერს და ამიტომაც შეიძლება იყოს სხვადასხვა პოლიეტიოლოგიურია ეს საკითხი და პირველ რიგში უფრო მოზარდებში, ახლა იმიტომ რომ მოგეხსენებათ ძალიან ლამაზი თაობა მოდის, ძალიან სწრაფადაც იზრდებიან და შესაბამისად აქსელერანტ ბავშვებში უფრო სწრაფად ამოდიან, ვიდრე მანამდე გვხდებოდა, ჩვენ თუ ვამბობდით რომ 18-დან 21 წლამდე ამოჭრის ვადებმა გადმოინაცვლათ და უფრო ნაადრევ ასაკში იკვეთება და ამას ყოველთვის გავდივართ ყბასახის ქირურგებთან, იმიტომ რომ ნაადრევ ჩარევასაც გარკვეული მიზეზები შეიძლება და გარკვეული პრობლემები შეუქმნას ბავშვის ჯანმრთელობას და ასე შემდეგ. ქალბატონო მარიამ, მოდით ახლა გადავიდეთ იმ თანამედროვე ტექნოლოგიებზე, თანამედროვე მიმართულებებზე სტომატოლოგიაში. რა ხდება, როგორ მკურნალობთ აი ამ პრობლემებს, რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ? პირველ რიგში სანამ მკურნალობა დაიწყება, მანამდე კეთდება დიაგნოსტირება. პირველ რიგში ხდება 3D ტომოგრაფიის გადაღება იქნება ეს თუ ცეფალოგრამის გადაღება, მოდელების ბიომეტრიული ანალიზი უნდა ჩატარდეს, ფოტოსურათებით გამოკვლევა უნდა მოხდეს და შემდეგ ამ ყველაფერს, როდესაც შევაჯამებთ, ხდება დიაგნოზის სრულფასოვანი დასმა, რის საფუძველზეც ხდება უკვე დიაგნოზის და მკურნალობის დაგეგმარება და აი ამის შემდეგ უკვე ხდება დაგეგმვა თუ რა შეიძლება გავაკეთოთ და რომელი ტიპის აპარატები გამოვიყენოთ. აპარატების თვალსაზრისით მინდა გითხრათ, რომ დღეს უკვე ძალიან ბევრი საშუალება არსებობს ამ ყველაფრისთვის. მთავარია დროზე მომართვიანობა მოხდეს პაციენტის და ზუსტად იქნეს დანახული მშობლის მხრიდან მათი მომართვიანობის საჭიროება და თუნდაც ეს იყოს პროფილაქტიკური თვალსაზრისით, იმიტომ რომ არ არის ბრეკეტები მაინც და მაინც ერთადერთი გამოსავალი, რომ კალმაკბილთა სისტემა მოვიწესრიგოთ მხოლოდ და მხოლოდ ბრეკეტებით. უამრავი ტიპის აპარატი არსებობს, რომელმაც შეიძლება რომ საერთოდ აგვაცილოს ბრეკეტ სისტემა თავიდან. თუ ამ ყველაფერს ჩვენ დავიწყებთ, ეს 3 წელი იქნება, 6 წელი იქნება, 5 წელი იქნება, 8 წელი იქნება, იმიტომ რომ 8 წლის ასაკში განსაკუთრებულად ვართ ხოლმე, აი უამრავი ტიპის აპარატია, რომელიც უკვე უშუალოდ 8 წლის ასაკიდან გამოიყენება და ქალბატონო მარიამ, ასეთი ტენდენციაც წამოვიდა, რომ არა მხოლოდ ბავშვთა ასაკში, არამედ ზრდასრულ ადამიანებში, ლამის ჩემხელებიც ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი საახლობლოში, რომელიც მიმართავს ამას და რითია ეს განპირობებული? მთელი ცხოვრება იცხოვრეს ესე 40-50 წელი. ძალიან ლამაზი კბილები გაქვთ და კიდე რაღაც ისწორებთ. რატო? აი რატო? თანკბილვიდან გამომდინარე, იმისთვის რომ სრულფასოვნად ვღეჭო, ეს როგორც კი შევამჩნიე, რომ ცალმხარეს დავიწყე ღეჭვა, მაშინვე მივმართე ჩემს კოლეგას და მაშინვე გავიკეთე ბრეკეტ სისტემა. დავიფიქსირე იმისთვის, რომ სრულფასოვნად აღდგეს და ღეჭვითი აქტი იყოს სრულფასოვანი და ჩემი კბილები მიმსახურონ მთელი ცხოვრება. აი ეს სტიგმა, რომელიც ადრე არსებობდა, რომ ჩვენ ასაკში უნდა მოვიყოთ კბილები და პროტეზირებით შემოვიფარგლოთ და დავასრულოთ ამით. დღესდღეობით თანამედროვე სტომატოლოგია ამის წინააღმდეგია, რა თქმა უნდა. ანუ მთავარი რა არის, როგორც მე გადაცემის დასაწყისში გითხარით, სწორი თანკბილვა, პირის სრულფასოვანი ჰიგიენა და თანკბილვას ასაკში რა მნიშვნელობა აქვს?
იმისთვის რომ ორთოპედიული კონსტრუქცია გაკეთდეს სრულფასოვანი და ლამაზი, ამისთვის აუცილებელია რომ გავაკეთოთ ბრეკეტ სისტემა. იმიტომ რომ ზოგჯერ არ გამოდის თუ თანკბილად კბილთან რკალები არ არის სწორი სასურველი შედეგი ის ჰოლივუდის ღემილი რომელიც ადამიანი ფიქრობს რომ აი მას მიიღებს ეხა არა უშავს და საბომავლოდ მე გავიკეთებ ან იმპლანტს გავიკეთებ ან ვინირებით შემოვიფარგლები და ორთოპედიული სხვადასხვა კონსტრუქციებით გავინებივრებ თავს შეიძლება არ აღმოჩნდეს. საჭირო ხდება რომ ჯერ მოწესრიგდეს თანკბილვა და გასწორებული თანკბილვის შემდეგ მოხდეს უკვე ორთოპედიული კონსტრუქციის დაფიქსირება. სანამ უკვე ესე უფრო ღრმად განვიხილავდეთ აი ამ ბრეკეტების სისტემას, მათ გამოყენების გზებს, მექანიზმებს, ხანგრძლივობას, ეფექტურობას, ჰიგიენა ვახსენეთ და რას მოიცავს პირისღრუს ჰიგიენა, როგორ უნდა მოწესრიგდეს, რა ასაკიდან, რა საშუალებებით და სანამ ბრეკეტებს გაუკეთებს მექიმი პაციენტს, მანამდე რა წინა მოსამზადებელი პერიოდია გასავლელი და თუნდაც ბრეკეტების შემდგომ რა ჰიგიენის ნორმებს უნდა იცავდეს პაციენტი. დიახ. პირველ რიგში სანამ დაიწყება ორთოდონტიული მკურნალობა, მანამდე გადამისამართებულია თერაპევტთან, ის ბავშვი იქნება ბავშვთა თერაპევტთან, პაროდონტოლოგთან და ასე შემდეგ. იმის საჭიროებიდან გამომდინარე, რასთან გვაქვს საქმე. თუ რაიმე კარიესს აქვს ადგილი, პირისღრუს სრულფასოვანი ჰიგიენა, პროფესიული წმენდა აუცილებელია ბრეკეტ სისტემის ფიქსაციამდე და შემდეგ ხდება უკვე ჩვენი ორთოდონტიული ჩართულობა. ბავშვები უძლებენ აი ამ წმენდის პროცედურას? დიახ, იმდენად მონდომებულები არიან ამ ბრეკეტ სისტემით, იმდენად მოდურიც კი გახდა. მოწონთ ეს. ძალიან მოწონთ, დიახ, რომ ალბათ ეს მისწრაფება შემდეგ და სურვილი ჯაბნის უკვე ამ დისკომფორტს. რამდენჯერ უნდა გაიხეხოს ადამიანმა კბილი, ბავშვმა მაგალითად, რა ტიპის ჯაგრისი უნდა გამოვიყენოთ? მაგარი, ნახევრად რბილი, რომელი ჯობს რომელ ასაკში? რაც შეეხება ჯაგრისებს, ბავშვებთან განსაკუთრებით 6 თვის ასაკიდან უნდა დავიწყოთ ღრძილების დამუშავება, ნადების მოცილება და ასე შემდეგ უნდა მივაჩვიოთ. შემდეგ უკვე ასაკის მატებასთან ერთად უკვე ჯაგრისით შეგვიძლია. შეიძლება არ იყოს კბილის პასტა, უბრალოდ ეს ჩვევაში უნდა გადავიდეს. ეხლა ძალიან კარგი კბილის პასტები გამოვიდა საბავშვოს ნაირ-ნაირი გემოებით. დიახ, ნაირ-ნაირი გემოებით და ეხლა უკვე ამის ფუფუნება არსებობს. რაც შეეხება ჯაგრის და პირისღრუს წმენდას, მსოფლიო სტომატოლოგთა ფედერაცია გვაწვდის, რომ ადგომისთანავე უნდა გავიწმინდოთ, შემდეგ საუზმის შემდეგ და ძილის წინ. ეს არის ძირითადად სამი. თუმცა ჩვენ პაციენტებს ორჯერ მაინც, იმიტომ რომ საკმაოდ ცუდი მდგომარეობა გვაქვს ამ მხრივ, იმიტომ რომ ეს კულტურა ჯერჯერობით მაინც ბოლომდე ვერ დაინერგა მიუხედავად უამრავი სტომატოლოგის მცდელობის, მაინც გარკვეულწილად უჭირთ ჩვენს მოსახლეობას და პაციენტებს და სულ გვაქვს აი ამისი ამასთან ჭიდილი რომ მაქსიმალურად რამდენი ხნის მანძილზე უნდა გაგრძელდეს კბილის გახესვის პროცედურა? არა ბავშვებში, ახლა ბავშვს 5 წუთი ვერ დააყენა. დიახ, დაახლოებით წუთნახევრიდან 2 წუთამდე ხდება გაწმენდა. რაც შეეხება ჯაგრის, მთელი მსოფლიო გადავიდა რბილ ჯაგრისზე უფროსებთან მიმართებაში, თუმცა რბილი ჯაგრისით წმენდას და ასევე ჯაგრისის შერჩევასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მაგრამ მაინც დღესდღეობით მაინც უწევთ მედიუმი სიხისტის ჯაგრის, იმიტომ რომ რბილ ჯაგრის უფრო მეტი ძალისხმევა სჭირდება და უფრო დიდხანს უნდა იხეხოს პაციენტმა, ვიდრე მედიუმი ჯაგრისის შემთხვევაში. ეს 1000-გვარი რაღაც ცავლებები როა, ეს მარკეტინგული ხრიკებია თუ საჭირო რაღაცა? კბილის პასტის გარდა რომ კიდე რაღაცნაირი 1000 საშუალებებია. სავლებს რაც შეეხება, არსებობს ყოველდღიური გამოყენების და არსებობს სპეციალურად დანიშნული სავლები. ასე ხელისაღებით რომ მოდიმე ამას გამოვივლებ და ასე ვიზავ და ისე ვიზავ, არ არის რეკომენდებული. აუცილებელია თავისი შემადგენლობიდან გამომდინარე ექიმა დანიშნოს, იმიტომ რომ თავისი ძალიან ბევრი როგორც დადებითი უნარჩვევები გაჩნია, ასევე გიორგი, მოდი, ეხლა რეკლამის დროა ჩვენს გადაცემაში და აი ეს საინტერესო ბევრი კითხვა, რომელიც ჯერ კიდევ პასუხგაუცემელი გვაქვს, დავსვათ გადაცემის მეორე ნაწილში. იმუნიტეტში რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ ჩვენ განვაგრძობთ საუბარს ორთოდონტულ პრობლემებზე. რეკლამის შემდეგ დავბრუნდით, ვაგრძელებთ მარიამთან ძალიან საინტერესო საუბარს. ვუბრუნდებით მარიამ ისევ იმ კითხვას, რაც ჰიგიენას შეეხება, სანამ დავაფიქსირებთ ბრეკეტებით ჩვენი პაციენტის, ასე ვთქვათ, პირისღრუს და კბილებს და აი როგორ ხდება შემდგომში მოვლა, იმიტომ რომ ასეთი შეკითხვა ხშირად
უჩნდება ადამიანს. როდესაც ადგილი აქვს ჰიგიენას, პირველ რიგში სწორად უნდა შევარჩიოთ ჯაგრისი. ჯაგრისის ჭერის მანერასაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, თუ როგორ უნდა გვეჭიროს. არსებობს რიგი ჯაგრისები, როდესაც ჩვენ ხელის გულში ვითავსებთ მათ ტარს. თუმცა ამ შემთხვევაში ზედმეტ ძალებს ვავითარებთ. თუ ადგილი აქვს სწორ ტარის მქონე ჯაგრის, ამ შემთხვევაში ჩვენ ხელში უნდა გვეჭიროს კალმის ტარისებურად. იმისთვის რომ ის იმ ძალების განვითარება, რაც პაროდონტზე უნდა განვითარდეს, ანუ ზემოდან ქვემოთ და ასევე ქვემოდან ზემოთ. დიახ. ის რაც უნდა განვითარდეს, იმ ძალებს ავითარებს და მეტის საშუალებას არ ვაძლევთ, როდესაც კალმის ტარისებურად გვიჭირავს ხელში. ნახეთ, კბილღრძილოვანი ეს ეხება როგორც ჩვეულებრივ ადამიანებს, ასევე ბრეკეტ სისტემის მქონე მატარებელ პაციენტებს. კბილღრძილოვანი, სადაც გვაქვს არე, ამ ადგილიდან ვიწყებთ ჩამომგველი მოძრაობებთან ერთად, ასევე წრიულ მოძრაობებსაც და ვითვლით ორ-ორი კბილი, ვთქვათ 10 ჩამომგველი მოძრაობა. შემდეგ მომდევნო ორი კბილი, შემდეგ მომდევნო ორი კბილი და ასე გავდივართ ბოლოში. ანალოგიურს ვაკეთებთ ასევე ქვედაყბაზე, როგორც ამომგველი, ასევე წრიული მოძრაობებით. ესე იგი, რამდენი ხანია უკეთია პაციენტებს ბრეკეტი, რომ სასურველი ბრეკეტ სისტემა უკეთიათ წელიწად ნახევარი, 2 წელი. წინა უკანა მიმართულებას ვახორციელებთ მხოლოდ საღებავ ზედაპირს. შემდეგ შიდა ზედაპირები აუცილებლად უნდა გავწმინდოთ, ვისაც ენის საწმედი არ აქვს. უნდა გარიცხოს ჯაგრისი და ჯაგრისით შეგვიძლია ასევე ენაც კარგად ჩამოვიწმინდოთ. რაც შეეხება ორთოდონტიული პაციენტების შემთხვევაში, კიდევ უშუალოდ არსებობს ორთოდონტიული ჯაგრისები. საბედნიეროდ დღეს უკვე შემოვიდა მედიუმის სიხისტის ჯაგრისები, რომელთაც აქვს ჩანაჭდევი და ეს ჩანაჭდევი უზრუნველყოფს იმას, რომ ბრეისები მოვათავსოთ შუაში და მოვახდინოთ სრულფასოვანი ჰიგიენა. დავახმაროთ ამ თვალსაზრისითაც და მოვახდინოთ ასევე როგორც ზედა მხარეს, ასევე შიდა ზედაპირებით კარგად გულდასმით გამოვიწმინდოთ. წინა ფრონტალური მიდამოებში აუცილებლად ესე უნდა გვეჭიროს. იცით, ზოგიერთ ჯაგრის აქვს რეზინის დაბოლოება. რაც შეეხება, ეს მე არ მიხსენებია, რატომ ორთოდონტიული კონსტრუქციების შემთხვევაში ამას არ ვიყენებთ, როდესაც გვაქვს მრავალმომენტიანი. ეს ითვლება, რომ არის ერთმომენტიანი ჯაგრისი, არსებობს ორმომენტიანი, სამომენტიანი. თქვენ, როდესაც ადგილი აქვს ჯაგრულების ერთმანეთში გადასვლას, ეს გახლავთ რამდენიმე მომენტიანი, სხვადასხვა მიმართულებით არის, ეს ითვლება, რომ არის ორმომენტიანი, სამომენტიანი და ასე შემდეგ. ეს სილიკონის გარკვეული ჯაგრულები, რომელიც არის, ეს გამოიყენება მასაჟორად, გრძილების მასაჟისთვის, იმისთვის, რომ სისხლის მიმოქცევისთვის მიკროცირკულაცია იყოს სრულფასოვანი. ამიტომაც არის, რომ კბილღრძილოვანი ღარის დროს, როდესაც ბავშვებს უჭირთ, ხშირად ვეუბნებით, რომ გრძილიდან ჩამოგავეთ და თუ ადგილი აქვს სისხლდენას, ეს ნიშნავს იმას, რომ ბავშვი, რომელიც მანამდე არასწორად იხეხავდა და ახდენდა წინა უკანა მიმართულებით გაწმენდას, ახდენს ნადების განვითარებას გრძილის ქვეშ, ნადები ვითარდება, წარმოიქმნება სტაზი, რის შედეგადაც ეს შეგუბებული სისხლის სწორად როდესაც იწყებს ჩამოყვეს, უკვე ეს სტაზი თავისუფლდება სტაზისგან ბავშვის პირისყრով და შესაბამისად უკვე ჯანსაღი ვარდისფერი გრძილს ხვდებით რამდენიმე დღის შემდეგ. ამიტომ არ უნდა შეეშინდეს ბავშვს, როდესაც ის იწყებს უკვე სრულფასოვან ჰიგიენას, განსაკუთრებით გარდატეხის ასაკში. ასევე ბრეკეტ სისტემის შემთხვევაში მინდა ჩემი პრაქტიკული დაკვირვება გავუზიარო მაყურებელს, ვინც ბრეკეტ სისტემას ატარებს. თუ ჯაგრისის პირველ ეტაპზე, როდესაც მჭიდრო დგომა აქვს პაციენტს, ვიყენებთ მაგალითად 0.8 ჯაგრულებს აქვს სხვადასხვა ზომები. 0.8-ს, 0.9-ს, შემდეგ უკვე მკურნალობის მატებასთან ერთად შეგვიძლია გამოვიყენოთ 1, 1 და 2, 1 და 3, ანუ რაც უფრო დიდია ღერძი, ანუ უფრო კარგად შედის და უფრო კარგად წმენს ბრეისების გარშემო 4-ვე მხარეს დაბინძურებულ არეებს გარშემო და ნადებს ძალიან კარგად აცილებს და ბიუაპკს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ვიცოდეთ. არის უამრავი სახეობის კუთხის ქვეშა, პირდაპირ და ასე შემდეგ. ანუ ზომებს ძალიან დიდი მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ. თქვენ ახსენებთ განსაზღვროს სავარაუდოდ ექიმი ორთოდონტი. ამას ექიმი ორთოდონტი განსაზღვრავს, დიახ. რაც შეეხება ინტრადენტალურ ჯაგრისებს, როდესაც ადგილი აქვს ხოლმე გრძილებს შორის გატარებას, ამას უკვე პაროდონტოლოგი ნიშნავს.
ეს ჩვენ კომპეტენციაში არ შედის, ეს უნდა გაძომოს უშუალოდ პაროდონტოლოგმა და ორთოდონტიული ინტრადენტალური ჯაგრისის გამოყენება ღრძილებს შორის ექიმის რეკომენდაციის გარეშე არ არის რეკომენდებული. იმიტომ რომ აქ კიდე მე სხვა პათოლოგიები და პრობლემები პაროდონტის არ გავაჩინოთ. რაც შეეხება ფლოსის სწორ გამოყენებას, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას. ფლოსის სწორი გამოყენება დაახლოებით 20-30 სანტიმეტრი სრულიად საკმარისია. ბრეკეტ სისტემიან პაციენტებში და ანალოგიური ეხება ჩვეულებრივ შემთხვევაში, როდესაც გვაქვს რკალის ქვეშიდან შეგვიძლია რომ ამოვიტანოთ და შემდეგ საჩვენებელ თითზე ვიხევთ ორივე მხარეს. ცერა თითებით ვაფიქსირებთ ძალიან პატარა მანძილს და ისე ვახდენთ გატარებას. აუცილებლად მცირე მანძილი უნდა იყოს ცერათითებით და კარგად უნდა დავაფიქსიროთ, იმიტომ რომ თუ გვექნება ცოტა უფრო შორს, ჩვენ დავატრამვირებთ ლორწოვანს ჩახტომის დროს, იმიტომ რომ შეიძლება ჩახტეს ღრძილის მიმართულებით და ამან დაატრამვიროს ლორწოვანი, რამაც კიდევ სხვა პათოლოგიები შეიძლება გამოიწვიოს. ამიტომ კონტროლი ჩვენი ცერათითებით უნდა მოხდეს იქვე ძალიან ახლოს. დედა მთელი ფილოსოფია უყურებ ახლა რომ დავიმახსოვრო თანმიმდევრობა. რაზე არის დამოკიდებული მკურნალობის ხანგრძლივობა? თქვენ ახსენეთ წელიწადნახევარი 2 წელი. დაზიანების ხარისზე თუ თვითონ რაღაცნაირად თვითონ ორგანიზმზეც არის დამოკიდებული? ორგანიზმზეც არის დამოკიდებული. მე მყოლია ჩვენი კოლეგა მაგალითად 50 წლის მამაკაცი, რომელსაც ორთოპედიული კონსტრუქციებისთვის ვამზადებდით და ყოფილა 15-20 წლის ბავშვი ანალოგიური პათოლოგიით, მაგრამ 50 წლის მამაკაცთან უფრო სწრაფად დაგვისრულებია და მიგვიღია სასურველი შედეგი, ვიდრე 15 ან 20 წლის ასაკის ბავშვების შემთხვევაში. ეს პირველ რიგში რომ ინდივიდუალურია, ჩვენ არ ვიცით რას ვეხებით. აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ის რაც მაგალითად მე როდესაც დავამთავრე სამედიცინო უნივერსიტეტი და რა სინდრომებთან გვქონდა შეხება და იმდენი სინდრომი ჩვენ არ გვისწავლია, რასაც უკვე დღესდღეობით ვაწყდებით, ან რას ვეხებით ჩვენ ხო ფაქტიურად ზოგჯერ არც კი ვიცით. ძალიან ბევრი სხვადასხვა სინდრომიანი იმუნოდეფიციტური პაციენტები წამოვიდნენ, რაზეც მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ კოლაბორაცია სხვა ექიმებთან ერთად და შემდეგ ერთად ჩამოვყალიბდეთ, რასთან გვაქვს საქმე და აი ეს ფაქტორებიც განსაზღვრავს, რა თქმა უნდა, ძვლის მდგომარეობას და ასე შემდეგ. მკურნალობის ხანგრძლივობას ახლა რაც შეეხება მარტივად რომ ავხსნა, რასთან გვაქვს საქმე. პირველ რიგში ბრეკეტ სისტემა, ანუ გასწორება რას გულისხმობს? მორყევის ხარჯზე კბილების გადანაცვლებას. ანუ კბილი უნდა მოირყეს და გადანაცვლდეს. ბიომექანიკის ძირითადი პრინციპი გახლავთ, რომ თუ კბილი დგას თავის ფესვთან ერთად სხვა მიმართულებით, უნდა მოირყეს, გადმონაცვლდეს და აღდგეს. ანუ უნდა მოხდეს აპოზიცია, რეპოზიციის ფაზები უნდა გაიაროს ყბის ძვალში. ანუ ყბის ძვალში კბილის ფესვი ერთი პოზიციიდან მეორე პოზიციაში უნდა გადავიდეს. ოღონდ ჯერ უნდა მოირყეს, გადანაცვლდეს. ჩვენ ვავითარებთ ძალებს. და აი ამ ძალების განვითარებასთან ერთად პირველ რიგში, როდესაც ვახდენთ პირველი 6 თვის განმავლობაში ნიველირებას, უკვე თანამედროვე ტიპის ახლა მაღალ ტექნოლოგიურად დამუშავებული ბრეკეტ სისტემებიც გვიწყობენ ამ ყველაფერში ხელს და ჩვენი ხელმძღვანელობით დაახლოებით 6 თვეში გვირგვინების დაფიქსირებას ძალიან ლამაზ შედეგს ვიღებთ და ყველა ბედნიერია. თუმცა კბილის ფესვი ვერ ახდენს სრულფასოვან გადმონაცვლებას და ვერ მოყვება სათანადოდ და ამას კიდევ სჭირდება სხვა დრო. ის რომ თქვათ ჩვენ მივიღეთ კარგი რეზულტატი 6 თვეში, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მკურნალობა დასრულდა. როგორც კი ბრეკეტ სისტემას მოიხსნის, ფესვი აიძულებს, რომ ისევ სწორ პოზიციაში დაბრუნდეს და აი ამიტომ გვჭირდება ჩვენ დიდხანს დაყოვნება რკალების იმისთვის, რომ კბილის ფესვმა ყბის ძვალში მოასწროს პოზიციის შეცვლა. და აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ვიცით, რომ კბილები განიცდიან ფიზიოლოგიურ გადანაცვლებას და აი ამ ყველაფრის შენარჩუნებას სჭირდება დიდი ძალისხმევა. და როდესაც პაციენტი იწყებს უკვე მკურნალობას, პირველი რასაც ვეუბნები ხოლმე ეს არის, რომ მზად ხარ მთელი ცხოვრება შეინარჩუნო და ატარო კაპები და ყველა გაოცებული მიყურებს. მთელი ცხოვრება. დიახ, მთელი ცხოვრება. იმისთვის რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ეს სასურველი შედეგი. რა იგულისხმება ახლა მთელი ცხოვრების განმავლობაში? გამჭვირვალე ძალიან საყვარელი რაღაცაა. დიახ, აი რა იგულისხმება მაგალითად ამაში.
ორ ღამეში ერთხელ მერე უკვე, როდესაც საუბარია მთელი ცხოვრებას ტარების შემთხვევაში, სამ ღამეში ერთხელ, 4 ღამეში ერთხელ, ამას უკვე ინდივიდუალურად ექიმი უნიშნავს. რამდენიმე ტიპის შემანარჩუნებელი აპარატი არსებობს ამ ყველაფრისთვის, რომელსაც და ხშირად სამწუხაროდ პაციენტები კარგებიან, როდესაც ჩვენ ხსნით, ვიბარებთ 1 თვეში, 2 თვეში და მერე უკვე ავიწყდებათ. და როგორც კი რაღაცა გარკვეული პრობლემა შეექმნებათ, მაშინ მოდიან. ან უკვე ძალიან შორსწასული შემთხვევები, როდესაც აქვთ. აქვე მინდა აღვნიშნო, იმ პაციენტებისთვის, რომლებიც აღარ აკითხავენ ორთოდონტებს, თუ რაიმე ცვლილება შენიშნეს, დასაწყისშივე ორთოდონტ შეუძლია რომ გამოასწოროს. ესა თუ ის კბილის კუთხე არ მოსწონს, ღიმილში რაღაცა ისე არ არის. თავიდან მოუწევს მთელი პროცედურის ჩატარება არ მოუწევს. ბრეკეტ სისტემის გაკეთება არ მოუწევს. აი ნუ როგორც კი დაინახავს, არსებობს. არა, მე ვიძახი რომ მიუშვა პროცესი და არ. დიახ, თლად პირვანდელ მდგომარეობაში არ დაბრუნდება, მაგრამ სასურველი შედეგი რაც მიიღო, რა თქმა უნდა, აღარ იქნება. გასაგებია, მე მგონი ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაცია გავიგეთ გიორგი. ძალიან საინტერესოა, ნამდვილად. ყველაზე მნიშვნელოვანია პროფილაქტიკა 3 წლის ასაკიდან მიყვანა 5 წლის ასაკისთვის და 6 წლის ასაკისთვის ჩვენ არ გვიხსენებია, აუცილებელია 6 წლის ასაკში, როდესაც უკვე მუდმივი კბილები ემზადებიან ამოსაჭრელად, ორთოპანტომოგრამის გადაღების შემთხვევაში ჩვენ უკვე გეგმავთ, როდის რომელი კბილი უნდა ამოვიღოთ. და როდესაც უკვე ორთოდონტი უგეგმავს, თუ რომელი კბილი რა დროს უნდა ამოიჭრას, ამ შემთხვევაში შეიძლება საერთოდ აპარატის გარეშეც კი მივიღოთ სასურველი თანგბილვა. ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ დასაწყისშივე გაკეთებული საქმე ყოველთვის უფრო სასურველი კარგი შედეგით თავდება. დიდი მადლობა ქალბატონ მარიამ. დიდი მადლობა მოსვლისთვის, ძალიან საინტერესო იყო თქვენი სტუმრობა და იმეც ვიტოვებ, რომ კიდევ გიხილავ ჩვენს გადაცემაში. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. ახლა კი ჩვენს მაყურებელს ვთავაზობ ჩვენს ახალ რუბრიკას, რომელიც მაყურებელს უკვე მოეწონა, ბლიცებს ექიმთან ვთავაზობთ. ჩვენს თქვენთან ერთად ვუყურებთ. თქვენი პროფესიის ყველაზე რთული ნაწილი. სინამდვილეში ძალიან ბევრია. იმიტომ რეგულარულად გაქვს მძიმედ დაავადებულ ადამიანებთან საქმე, როგორც ფსიქოემოციურად, ისე ფიზიკურად. ხან მკითხვა რომ ფიქრობდი და მაინც ერთ-ერთი ურთულესი მომენტი არის თვითონ ქირურგიული ოპერაცია. სადაც არც შესვენების უფლება გაქვს, არც მეორე დუბლის უფლება გაქვს და რომ დაიწყებს სანამ არ დაამთავრებ, გამოსვლის უფლებაც არის. შეიძლება 12, 13, 14, 15 საათი მიმდინარეობდეს ქირურგია, რაც არანორმალურ ფიზიკურ მომზადებას საჭიროებს იმისთვის, რომ ამას როგორღაც გაუძლო. როგორ გახსენდებათ თქვენი მიერ გაკეთებული პირველი ოპერაცია? პირველი ოპერაცია სხვაჩვენს ყველაზე კარგად მახსენდება, იმიტომ რომ ისეთ ინსტიტუციაში ვსწავლობდი, სადაც ექიმის პირველ ოპერაციამდე მიყვანა ძალიან ეტაპობრივად, თანმიმდევრულად ხდებოდა და როცა პირველი ოპერაცია გავუკეთე, იმდენად მზად ვიყავი, იმდენჯერ მქონდა უკვე ასისტაცია და ის ეტაპები შესრულებული, ანუ ისე როგორ იყო ამ ოპერაციის ეტაპები, ცალკეული ეტაპები ბევრჯერ მქონდა შესრულებული. ყველაზე მეტად ჩემ პირველ ოპერაციაში მაინც ჩემი მასწავლებლებს ვიხსენებ, რომლებმაც მიმიყვანეს იქამდე და რომლებმაც ჩამატარებიეს ეს ქირურგიული ოპერაცია. ყველაზე რთული და ემოციური შემთხვევა თქვენს კარიერაში. ბევრი არის ესეთი, როგორც წარმატების ემოციასთან დაკავშირებული, ისე წარუმატებლობის ემოციასთან დაკავშირებული. არიან პაციენტები, რომლებიც იცი რომ ვერ გააკეთე ის რისი გაკეთებაც გინდოდა, გეგმავდი მილიონი დადებითი თუ ეს ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, მაგრამ არსებობს რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ემოციური წარმატებული პაციენტებიც, რომლებიც რაღაცა წლების მერე ბრუნდებიან, გიხსენებენ, ყავს რამოდენიმე პაციენტი, რომელმაც რამოდენიმე თვიანი კომის შემდეგ აღიდგინეს ცნობიერი უკვე წარმოიდგინეთ ერთი პაციენტი მყავს, მაშინ იყო 14 თუ 15 წლის. თითქმის 3 თვე დრამატული ძალიან მძიმე მკურნალობის შედეგად რამოდენიმე ეპიზოდი კომატოზური მდგომარეობის, რომელიც კვირეები გრძელდებოდა, 1-2 მართლა სიკვდილის პირას იყო და იმის მერე რომ აღგაოჯახს დაუბრუნდა, დღესაც ყო ურთიერთობა მათთან მირეკავენ, რაღაც კან ახალ წელს მილოცავენ ან დაბადების დღეს აღდგომას და მეც ახლა როიცი რამდენი შრომა გაქვს დადებული და რომ ხედავ რომ ეს არ დაიგა. ეს საერთოდ ძალიან ისეთი მომენტია, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან პატარა ქვეყანაში და ქალაქში ვცხოვრობთ და უცებ შეიძლება
მანქანით მივდიოდა ჩემ მეუღლესთან ერთად და ვიღაცა გადადის გადადის ქუჩას ეს ჩემი და ოპერაციებია და ეს მომენტი ძალიან ისეთი არის ხოლმე რა საერთოდ იმას გიშვება თუმცა ერთის მხრივ არ შეიძლება პაციენტი გეცოდებოდეს იმიტომ რომ როგორც კი სენტიმენტებში ჩართავ ძალიან ცუდ შედეგამდე მიდიხარ ამიტომ ხისტი პრაგმატული ესეთი გადაწყვეტილებები უნდა მიიღო თუმცა ყველა ადამიანს ახასიათებს თავის ემოციური ფონი შინაგანი განცდები და ყოველთვის ყველაზე მეტად გულში მატკივრობ პაციენტს რო ეს ყველაფერი გამოვიდეს რაც დაგეგმე აღდგეს რეაბილიტირდეს დაუბრუნდეს ცხოვრებას და რაც ყველაზე სამწუხაროა მედიცინა არ არის აბსოლუტური შედეგით და გარკვეულ პროცენტში არსებობს წარუმატებლობები ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო როცა ჩვენ ვერ ვიძლევით საუკეთესო შედეგს და ამას ძალიან განვიცდით რეალურად რა არის ტვინის ყველაზე საოცარი შესაძლებლობა ინგლისური ფრაზა შეიძლება ძალიან დიდი ნეიროანატომი იყო, რომელმაც ესეთი ფრაზა თქვა crown jewel of creation and evolution. ანუ მთლიანად თავის ტვინი არის ევოლუციის და კრეაციონიზმის გვირგვინის ყველაზე ნათელი და კაშკაშა ქვა, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ სამყაროში ამაზე ის არ არის სრულყოფილი ორგანო, ჩვენ ძალიან ბევრი წუნი აქვს, ძალიან ბევრი ცრუდადებითი და ცრუუარყოფითი პასუხები აქვს გარემოს მიმართ, ასე ვთქვათ, ხშირად ვერ მუშაობს სათანადო დონეზე, ჭედავს, ასე ვთქვათ, არსებობს ეს მომენტიც, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის არის ყველაზე უფრო სრულყოფილი ქმნილება, რაც შექმნილა, რაც კაცობრიობისთვის არის ცნობილი, რომ შექმნილა. ძალიან ძლიერი თავისებურება აქვს ის, რომ როცა რამოდენიმე ტვინს დაუშვათ აერთიანებ, იზრდება მისი წარმადობის საშუალება, ანუ რეალურად ორ ადამიანს შეუძლია ბევრად მეტი გააკეთოს ერთად, ვიდრე სამ ადამიანს ცალ-ცალკე. ასოციაციური აზროვნება მათ შორის ყველაფერი, პრინციპით ძალიან გასაოცარი არის, როგორ შეგვიძლია ეს გარე სამყაროს ახმა. ერთ-ერთი აი მნიშვნელოვანი რითიც განსხვავდებიან ადამიანები ცხოველებისგან არის ეს ასოციაციური აზროვნება, რომლის შესაძლებლობაც აქვს twins და აზროვნება მთლიანად, აი ყოველი წამი მისი სიზმრები, ყოველი წამი მისი მოქმედებით ჩემი აზრით არის ჩვეულებრივი საოცრებაც. განსაკუთრებული ორგანოა ერთნიშნულოვანი. როგორ წარმოგიდგენიათ ნეიროქირურგიული ოპერაციები 30 წლის შემდეგ? იმდენად ტექნოლოგიურია დღესდღეობით ნეიროქირურგიული ოპერაციები, რომ აი 30 წლის მერე რამდენად უფრო მაღალ ტექნოლოგიური გახდება, მართლა ძნელი წარმოსადგენია, შეიძლება beyond my imagination. მაგრამ არსებობს ძალიან ტექნოლოგიურია, მათ შორის ხელოვნური ინტელექტი შემოდის ძალიან აქტიურად თუ აგრესიულად, არ ვიცი რა სიტყვას დავარქმევთ, გარდა მაგისა augmented reality, ხო, დამატებითი რეალობა უკვე საოპერაციოში ჩვეულებრივი მომენტია. ჩვენ ძირითადი მასა მაინც ოპერაციების ვაკეთებთ მიკროსკოპის, მიკროქირურგიული ოპერაციები ქვია, რომლებიც ძალიან დიდი გადიდების და სპეციფიური განათების ქვეშ ტარდება და დამატებითი რეალობა უკვე თანამედროვე მიკროსკოპებში ინტეგრირებული არის. რას ნიშნავს ეს ინტეგრირებული, რომ უყურებ ადამიანის დაუშვათ პაციენტის თავს რეალურად და ამ ძლოვანი ან key point-ებს ვეძახით, ხო, იმ მნიშვნელოვანი წერტილები სინქრონიზირებული არის სივრცეში მიკროსკოპთან და შეგიძლია დაუშვათ მოწყობილობა მიუშვიო და ის კონკრეტულად გიჩვენებს სად აქვს პაციენტს პრობლემა, სიმსივნე, სად უნდა ამოკვეთო, ამ დროს თავისკალად დახურულია და ის სიღრმეში განახებს ამას მიკროსკოპში მხედველობის ველში შეგიძლია უბრალოდ დღილაკს მიაჭირო და იმან დაგანახოს სიმსივნის კონფიგურაცია, რამდენი მანძილი დაგჭა, რამდენად გვერდზე გინდა გახვიდეთ. ისეთ ტექნოლოგიური ევოლუციის თუ რევოლუციის ეპოქაში ცხოვრობთ, რომ ყოველდღე ახალ-ახალი ტექნოლოგიები მოდის და ყოველდღე უფრო ძნელად წარმოსადგენი ხდება რა იქნება 5 წლის შემდეგ, ის კი არა 30 წლის შემდეგ რა იქნება, იმიტომ ძალიან ინტენსიურად ვითარდება ეს ყველაფერი. რას ეტყოდით იმუნიტეტის მაყურებელს? იმუნიტეტის მაყურებელს ვეტყოდი, რომ ნებისმიერ დაავადებებთან ბრძოლაში პრევენცია გაცილებით უფრო ეფექტურია, ვიდრე მათი მკურნალობა და
ჯობია არ გავხდეთ ალბათ ვიდრე უმგონავოდ დაავადებას. მართლაც ნინა არაჩვეულებრივი შესანიშნავი რუბრიკა იყო, რომელმაც კიდევ უფრო გაალამაზა გაახალისა ჩვენი გადაცემა. ახლა კი ჩვენი პარტნიორების შესახებ. გადაცემის სპონსორია GM Pharma. ის წარმოადგენს საერთაშორისო მულტინაციონალურ ფარმაცევტულ კომპანიას, რომლის მედიკამენტები და ბიოლოგიურად აქტიური საკვებით დანამატები იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებს და საქართველოს GMP-ს სერტიფიცირებულ საწარმოებში. GM Pharma ემსახურება მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. და რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია ჩვენი ცხოვრება წყლის გარეშე. წყალი მთის, მხოლოდ მან იცის ამ წყლის გემო, ვინც სრულყოფილად ცხოვრობს. წყალი მთის 0% ბრომატით. და დროა დავემშვიდობოთ ჩვენს ტელემაყურებელს, ჩვენ ზუსტად ერთი კვირით გემშვიდობებით, მომავალ შაბათამდე, ლავ შევხვდებით ერთმანეთს. ვიყურეთ და აიმაღლეთ იმუნიტეტი.